საღამომშვიდობისა. თქვენ უყურებთ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას. სტუდიაში თქვენთვის გიორგი დოლიძე იმუშავებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის მოსახლეობა სხვა პრობლემების მოგვარებასთან ერთად გზის შეკეთებას ითხოვს. ადგილობრივი ხელისუფლება გზის რეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას უახლოეს დღეებში გეკმავს. სოფელი მელექედური ერთ-ერთი ახლომდებარე ტერიტორიული ერთეულია მუნიციპალურ ცენტრთან, თუმცა ამორტიზებული და მწყობრიდან გამოსული გზა ადგილობრივებს თავისუფალი კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევს. სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც მელექედურის მიმართულებით დადის, დღითიდღე მცირდება. გზა კი ყოველდღიურად გაუვალი ხდება. გზა არ არის, მისლა-მოსლა არ არის სოფელში, ტრანსპორტი არ ყავს და არაფერი და სოფელი კი ასე გაჭირებული. სოფელში მარშრუტკა ყავს, ვეღარ დადიან შოფერები. და უჭირს ხალხს ქალაქში გადაადგილება ხო უნდა და პრობლემებია გზა რომ არა თვითონ მარშრუტკასაც არ უნდა შეარული და ცხა ყველა იმას მოითხოვს ცხა დახმარება და რა თქმა უნდა გზა როცა კარგი იქნება მანქანა უფრო უკეთესად არის მოძრაობს ახლა მე მძღოლი კაცი ვარ და არ ვიცი კარგი გზა რომა დიდხან შეინახავს ადამიანი მანქანას ვისაც ყავს რა თქმა უნდა საუცილებელია გზა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი ხურჯუმელიძე მთავრობის იმ დადგენილებას გვაცნობს, რომელიც დადგენილებითაც ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხაში მელექედურის გზის რეაბილიტაციაც შევიდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარდგენილი პროექტებიდან სოფელ ოზურგეთი მელექედური დაბაბზუ დამაკავშირებელი 5.6 კილომეტრის გზის მონაკვეთი, რომელიც ხურებულება იყო დაახლოებით 1.680.000 ლარი დაამტკიცეს ორ ნაწილად ამ გარდამავალ პროექტად 2013 წელს დაფინანსდა 700.000 ლარით 2 კილომეტრიანი მონაკვეთი სოფელ ოზურგეთიდან მელექედურის ცენტრამდე და მომავალ წელს დაფინანსდება გადაწყვეტილია 2014 წელს განხორციელდება მელექედურის ცენტრიდან სოფელ დაბაბზუნდე დამაკავშირებელი გზა 3.6 კილომეტრი დანარჩენი თანხით. არის კიდევ ერთი საკითხი, რომლის გადაჭრასაც ადგილობრივები საკუთარი ძალებით ცდილობენ. ეკლესიის აშენება გვინდა ძალიან თელ სოფელს უნდა. ამასობა თუ არ გამოშთავნია სპონსორი, დაპირება კი იყო ის და შეჩერდა ჯერჯერობით კი არა ჩერებულია. გადასახურავია რა იხუროს უნდა, იმანდი მოყვანილია. და თუ კი იმას გამოჩნდება მინდა სპონსორი და თუ კი რამე იქნება ძალიან სასიამოვნო იქნება. სამინისტროს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებში და დამტკიცებულ პრიორიტეტებში არაა განსაზღვრული რელიგიური დაწესებულებებისათვის რამე დახმარების აღმოჩენა ის უფრო ხელმოქმედი ადამიანების კეთილნებაზე დამოკიდებული მეცენატების და თქო სოფლის მოსახლეობის და მრევლის თქო შემოწირულობაზე ასეთი თანხებით ჩვენ კიდე ჩვენი მხრიდან რაც შესაძლებელი იქნება დავეხმარებით. სოფლის ცენტრში ტაძრის აგება ყველა მელექედურელის ოცნება, რომელსაც ჯერჯერობით ფრთები ვერ შეესხა. სოფლის მეურნეობის სამსახური და მისი ახლად დანიშნული ხელმძღვანელი გიორგი ჭყონია მუშაობას რამდენიმე დღეში დაიწყებს. აღნიშნული სამსახურის თანამდებობაზე პრეტენზიას მარინა სუნგულია გამოთქვამს და სასამართლოში ჩივილს აპირებს. სოფლის მეურნეობის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად კონკურსის წესით გიორგი ჭყონია დაინიშნა. ამავე პოზიციაზე პრეტენზიას აცხადებდა ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი მარინა სუნგულიაც, რომელმაც ზემოთ აღნიშნული პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა. მისი თქმით, იმ უსამართლობასთან ბრძოლას აპირებს, რომელმაც მის ნაცვლად უპირატესობა გიორგი ჭყონიას მიანიჭა. ადამიანი, რომელიც იქ არ ვიტყვი რომ რა დარღვევებზეა და გასაუბრებაზე უამრავი დარღვევა რო იყო და რომ მე გასაუბრებაზე მეორეჯერ ვიყავი და მეუბნებოდნენ რომ კაკი სპეციალისტი ვარ. უამრავი ესეთ დარღვევის გარდა მინდა ვთქვა ის რომ ჭყონია ადამიანი რომელიც ლანჩხუთში გამგებლის მესამე მოადგილე იყო. შემდეგ გუბერნიაში სოფლის მეურნეობას განაგებს. კაცმა, რომელმაც ყვითელი სიმინდის პროექტის ჩავარდნის დროს ხმა რა მოიყო ამ მსგავსობაზე. აქვს კი სოფლის მეურნეობას იმის გარანტია და საერთოდ ჩვენ გვაქვს გარანტია რომ მსგავსობებზე ეს პიროვნება ხმას ამოიღებს თუ კვლავ ისეთივე სისტემაა საჭირო რომ მორჩილი და ყველა დავალებას რო შეასრულებს და არ შეგეპასუხება ისეთი ადამიანი დანიშნო თანამდებობაზე. არის უამრავი კანონდარღვევა, რომელზეც მე აუცილებლად გავაკეთებ რეაგირებას. ბრძოლა აუცილებელია და ეს სასამართლო აუცილებელია, იმიტომ კი არა რომ მე თანამდებობა მივიღო.
არა. ყველამ ვარი უთხრა უსამართლობას და ეხლაც თუ უსამართლობა გაგრძელდება, ამ ხალხს ძალიან ცუდი ნიჰილიზმი დაეუფლება და მე არ მაქვს უფლება, რომ ამ ადამიანებისთან ერთად არ ვიბრძოლო სიმართლისათვის. თავად გიორგი ჭყონია ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. ამბობს, რომ ყველაფერი კანონიერად მოხდა და დანარჩენი მისი საქმე არ არის. თავად სამსახურის ფუნქციონირებაზე კი სიამოვნებით საუბრობს. Ყველანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ ამ საკითხზე, არ ვიცი მაგაზე, ყველას თავისი შეუძლია თქვა, ვისაც პრეტენზიის გამოთქმა, ვისაც სურვილი აქვს, ბატონო, მე ამ შემთხვევაში ვერაფერს კომენტარს ვერ გავაკეთებ. ფუნქციონირებასაც შეეხება მიმართულება ძირითადად მიზანი ამ სამსახურის იქნება, როგორც სახელიდან გამომდინარეობს, კონსულტაციის გაწევა ფერმერებისთვის და გაინტერესებულ პირებისთვის სოფლის მეურნეობის კუთხით, ვისაც აინტერესებს თქვა ამ სფეროში ბიზნესის წარმოება იქნება თუ რაღაც საწარმოო შექმნა გაფართოება თუ ასე შემდეგ. გარდა ამისა, სამინისტროს მიერ განხორციელება თუ კი რამე პროექტი იგეგმება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სოფლის მეურნეობის კუთხით ამ პროექტების კოორდინირება ადგილზე. ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი სასამართლო სავარაუდოდ უახლოეს დღეებში მიმართავს. შესაბამისად გადაწყდება სამსახურის უფროსის შეიცვლება თუ არა. კახი კახიშვილის განცხადებით, თუ კი 19 აპრილს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ აქციაზე რაიმე ინციდენტი მოხდება, პასუხისმგებლობა ირაკლი ღარიბაშვილს დაეკისრება. ექსპერტი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ გამიზნულ პროვოკაციას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ღარიბაშვილი ივანიშვილთან განსაკუთრებულად დაახლოებული მაღალჩინოსანია და მისი პერსონის დაკნინება ნაციონალურ მოძრაობას აწყობს. ექსპერტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდა. იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს ისეთ ზომებს, როდესაც ერთის მხრივ მიეცემა საშუალება მოქალაქეებს, რომლებსაც სხვა პოლიტიკური გემოვნება გამოხატონ თავისუფლად სიტყვა და რეალურად ისარგებლონ კანონით მიტინგებისა და მანიფესტაციების შესახებ და ამავდროულად ყველანაირი ექსცესი თავიდან იქნება აცილებული, როგორც პრევენციულად, ასევე იმ შემთხვევაში თუ ვინმეს რამე აქვს ჩაფიქრებული, ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს ლოკალურად ძალიან სწრაფად უზრუნველყოფილი წესრიგი. უმჯობესია აგვისტოს ომის გამოძიებას გრიფით საიდუმლო დაედოს, აცხადებს კახი კახიშვილი. ექსპერტის თქმით, აუცილებელია გამოძიებამ დაადგინოს ქონდა თუ არა ადგილი სამსახურეობრივი ძალაუფლების გადამეტების ფაქტებს. მისი მტკიცებით, სამხედრო ოპერაციებში სამოქალაქო პირების ჩარევამ უარყოფითი შედეგები მოიტანა. კითხვაზე პასუხი ნათელია, ვინ დაიწყო ომი, იმიტომ რომ ახლა ომი არ დაწყებულა 2008 წელს. ომი დაიწყო მაშინ, როდესაც პირველი ჯარისკაცი სხვა ქვეყნის შემოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე. აქ საუბარი ამაზე არ არის. მე მაგალითად ვფიქრობ, რომ საერთოდ არ არის მიზანშეწონილი პარლამენტში ამ საკითხზე დებატების გამართვა, იმიტომ რომ ეს უფრო პოლიტიკური ტრიბუნაა, ვიდრე გამოძიება. მე მიკვირს უბრალოდ პრეზიდენტის და მისი პოზიციის, როდესაც ის ერთის მხრივ საუბრობს, რომ არ არის საჭირო გამოძიების ჩატარება, მაგრამ ამავდროულად საუბრობს, რომ ის მზად არის მივიდეს პოლიტიკურ ტრიბუნაზე გამართოს დებატები ომთან დაკავშირებით. ახლა ჯერ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტის ინტერვიუს დროს ისეთი რაღაცები განაცხადა, რომ გამოძიება კი არა, მე ვფიქრობ, რომ მისი თითოეულ ეთერს გრიფით საიდუმლო უნდა დაედოს, რომ ბევრმა ადამიანმა არ მოусმინოს. ეხლა ჩვენს ეთერში სპორტის სიახლის დროა. დღეს ვანის სტადიონზე დასავლეთ საქართველოს ბ-ლიგის პირველ შეხვედრაში ოზურგეთელმა მორაგბეებმა ქუთაისის მესამეს უმასპინძლეს. მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. დასავლეთ საქართველოს ბ-ლიგის ჩემპიონატის მეორე ტურის პირველი თამაში რაგბიში ზვანის სტადიონზე ოზურგეთელ არწივებსა და ქუთაისის მესამეს შორის შედგა პლეი-ოფის პირველი ტურის შემდეგ ქულების მიხედვით ფოთი ქუთაისის პირველი, ქუთაისის მესამე და ოზურგეთი ლიდერობენ. ლიდერი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად პლეი-ოფის მეორე ტურის პირველი თამაში საკუთარ მოედანზე არწივებმა 6-44 წააგეს და გამარჯვება სტუმრებს დაუთმეს. ვაფასებთ მოწინააღმდეგეს, ძალიან გავიწიეთ წინააღმდეგობა, გაგვიჭირდა, მაგრამ ასე თუ ისე დავდევით ბევრი ლელოები, პრემიალური ქულაც ავიღეთ და გამარჯვებული მივდივართ სახში. წინააღმდეგმა ძალიან ლამაზად ითამაშა, მაგრამ იმის თქმა შეიძლება, რომ ალბათ რაღაც ასპექტში ვაჯობეთ მოწინააღმდეგეს და იმის ხარჯზე გავიმარჯვეთ. და ვატყობ, რომ ყოველი სეზონი და სეზონამდე ოზურგეთის მოთამაშეები რაგბის თამაშს უმატებენ. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა მოგვიგო, მაგრამ ყველაფერთან ერთად ქუთაისი მაინც ქუთაისია და ტრადიციულად ძლიერი გუნდია, მით უმეტეს ბიჭები უფრო მეც ისწავლიან და ძალიან დიდი შანსები გვაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე სხვა გუნდებთან უფრო მეტად და უკეთესად ვითამაშოთ. დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტური გრძელდება. გასვლითი თამაში ოზურგეთელ არწივებს ქუთაისის პირველთან ეკნებათ. გამოშვების დასასრულს ამინდის პროგნოზ გურიის რეგიონში ტრადიციულად ჩემი კოლეგა ნათია მუქერია გაგაცნობდა.
მოგესალმებით, გაგაცნობთ ჩვენს რეგიონში მოსალოდნელ ხვანდელი დღის ამინდის პროგნოზს, ხოლო სინოპტიკოსები ოზურგეთში ვარაუდობენ ისევ წვიმიან ამინდს, არის მაქსიმალური ტემპერატურა დღესაც დაფიქსირდება, შედარებით მაღალი და იქნება 23 გრადუსი, მინიმალური კი იქნება მხოლოდ 14, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ლანჩხუთში ხვალისთვის ასევე მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, თუმცა დღის მეორე ნახევარში შესაძლოა რომ იყოს ღრუბლიანი დღე, ხელის მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება 24 გრადუსი, მინიმალური კი ღამით იქნება 15 გრადუსი, იქროლებს სამხრეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი შედარებით თბილი ჰაერის მასა და ჩოხატაურში ხვალისთვის დაფიქსირდება ცვალებადი ღრუბლიანი ამინდი, დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი აქ იქნება 25 გრადუსი, ღამით კი დაფიქსირდება მხოლოდ 13, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ეს გახლავთ ხვანდელ დღეს ამინდის პროგნოზი, კეთილი სურვილებით, გემშვიდობებით. ამინდის პროგნოზი ნათია მუქერიამ გაგვაცნო. საინფორმაციო პროგრამა ფაქტი დღეს ამით ასრულებს მუშაობას. მე ახალი ამბებით ხვალ დაგიბრუნდებით. კარგად გრძანდებოდეთ.